გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო და დღეს მინდა ვისაუბრო სამართლიანობაზე. აზროვნება და სამართლიანობა, აი ასეთი თემა არის და რომლის განმავლობაშიც მე შევეცდები ჩამოვაყალიბო აზრები, გაგებები იმისა, რასაც ჩვენს შინაგან სამყაროში ვაწყდები როგორც სამართლიანობას, თუმცა სამართლიანობას კი არ ვაწყდები, არამედ სამართლიანობის შესახებ აზრებს ვაწყდები და პრობლემა სწორედ ის არის, რომ აზრები არის შინაგან სამყაროში სამართლიანობის შესახებ, ოღონდ აი სამართლიანობა სად არის, ეს არ ჩანს, ამას ვერ ვხედავ და ეს იწვევს ჩემს შინაგან შფოთს, ასე ვთქვათ, არის რაღაცა ისეთი ჩემს შინაგან სამყაროში, რისი გამოცდილებაც მე არ მაქვს და ამას მიდასტურებენ სწორედაც ჩემი შინაგანი მრჩევლები, რომ მათ მოიძიეს თითქმის ყველა კუთხე კუნჭული მიზნით, რომ რაღაცნაირად ენახათ სამართლიანობის კვალი მაინც, მიეგნოთ ამ კვალისთვის, ასეთი რამ არ აღმოჩნდა და ახლა მე რომ თქვენ შემაწმეტყიდოთ საუბარი და მკითხოთ, მაგრამ რა არის სამართლიანობა, მე რა თქმა უნდა ამ შეკითხვაზე პასუხი არ მექნება, იმდენად რამდენადაც ასეთი რამ ჩემს გამოცდილებაში არ არის, მე არ მაქვს სამართლიანობის გამოცდილება და მაქვს ამის ჩემეული, ასე ვთქვათ, ახსნა თუ რატომ არის ის, რომ მე ვერ მოვიპოვე სამართლიანობის გამოცდილება, ანუ ჩემში არ შემოსულა სამართლიანობა, ასე ვთქვათ, ჩემს შინაგან სამყაროში, ოღონდ შემოვიდა აზრები, მრავლად შემოვიდა აზრები, ურთიერთგამომრიგებავი სამართლიანობის შესახებ. სამართლიანობა ეს არის, სამართლიანობა ის არის და ასეთი აზრებით აქვსილია ჩემი შინაგანი სამყარო. ამ აზრებში მე ვერსად ვერ პოულობ სამართლიანობას და ვფიქრობ, რომ და ჩემი შინაგანი დამკვირვებლებიც ამას მიდასტურებენ და თვითმხილველიც, შინაგანი თვითმხილველი, რომ ამ გამოცდილებას ვერ მოვიპოვებდი, რა თქმა უნდა, მე არ მექნებოდა სამართლიანობის გამოცდილება, ალბათ იმიტომ ეს ვარაუდია, ესე იგი ახლა მე ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ აი ამ ჩემი დამხმარეების საშუალებით, ხო, და ვამბობ ასეთ რამეს, რომ სამართლიანობა ეს არის უსასრულო რაღაც ჩემს წარმოდგენაში, უსასრულობას უკავშირდება, მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული და იმავდროულად არის უხილავი, რა თქმა უნდა, მე მას ვერ ვხედავ. ხოლო ჩემი წვრილი, ჩემი მოთხოვნილება, რომ მე ვიყო სამართლიანი და ჩემს მიმართ სხვები იყვნენ სამართლიანები, აი ეს სურვილად რჩება, რა თქმა უნდა, და თუ კი მე მოვახერხებ იმას, რომ აი ამ აზრების და სიტყვების მიღმა შევიხედავ, შევიჭრეთ, ასე ვთქვათ, მე შეიძლება გამიჩნდეს ესეთი შტაბეჭდილება, რომ სამართლიანობასთან მიმართებით
მე მაქვს სურვილი, რომლის დაკმაყოფილება პრინციპულად შეუძლებელია. პრინციპულად შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც სამართლიანობა ჩემი წარმოდგენით, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდით არის უსასრულობა, ხომ? არის ასე ვთქვათ, მიღმური, არის უხილავი, ხოლო ჩემი გამოცდილება არის სასრული, იმიტომ რომ მე ვარ მოკვდავი და რაგინ დიდი წყურვილი მქონდეს მე სამართლიანობის, ჩემს გამოცდილებაში ის ვერ შემოვა იმდენად, რამდენადაც ჩემი შინაგანი გამოცდილება ვერ დაიტევს სამართლიანობას. რაც ეხება აი სამართლიანობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩდება ჩემში წარმოდგენა უსამართლობის შესახებ. აი უსამართლობასთან მიმართებით მე ჩემმა შინაგანმა დამკვირვებლებმა, თვითმხილველებმა მითხრეს, რომ უსამართლობა მრავლად არის ამ გამოცდილებაში, ჩემს შინაგან გამოცდილებაში უსამართლობა, რომელიც მე ჩავიდინე სხვების მიმართ და შეიძლება სხვებმაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ. უსამართლობის გამოცდილება მაქვს, თუ მე მგონია რომ მაქვს. აი ესეც რა თქმა უნდა აქ მე გარკვეული და ცხადი პასუხები ვერ მექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც ასე მგონია რომ უსამართლობის გამოცდილება ჩემს შინაგან სამყაროშიც მოიპოვება და ალბათ თქვენს შინაგან სამყაროებშიც. მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სამართლიანობის გამოცდილებაც საერთოდ არსებობდეს. მაგრამ მე ეჭვმეპარება რაში, მე ეჭვმეპარება იმაში, რომ საერთოდ სწორად ვიქცევით თუ არა, მაშინ როცა მე მაგალითად ვამბობ, რომ სამართლიანობა არსებობს ან არ არსებობს, უსამართლობა არსებობს ან არ არსებობს, რამდენად მართებულია ეს არსებობა არარსებობის ამ ჩარჩოში, ამ სისტემაში განვიხილოს სამართლიანობა. რამდენად შეესაბამება ის და საერთოდ ის ამგვარი გააზრებას რამდენად შეესაბამება, ხო? და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არსებობა, რომელზეც მე მაქვს განზრახული, რომ საუბრებიც ჩავწერო, ვიდეო საუბრების და ასევე ჩემი საავტორო ასე ვთქვათ ლექციების ციკლიც მაქვს ამასთან დაკავშირებით მომზადებული, ხო? ესე იგი არსებობა არარსებობა შეიძლება ეს არ იყოს ის მატრიცა, ასე ვთქვათ, რომელზეც ჩვენ უნდა განვიხილოთ ის თუ სამართლიანობის ბუნება როგორია, ხო? ზოგი ამბობს, რომ აი ახლა მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან ჩემს შინაგან სამყაროში ესეთი პერსონაჟები, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობა სხვა არაფერი არ არის თუ არა ეკრანი. ამ ეკრანზე გამოჩნდება რაღაცეები, ასე ვთქვათ, და ისინი ჩვენთვის არიან არსებულები და არის რაღაცები, რაც არ გამოჩნდება ამ ეკრანზე და არ არის და ისინი ჩვენს მიერ აღიქმება როგორც არარსებულნი, ანუ არარსებობა. აი ასეთი თვალსაზრისით არსებობს, ხო? აი არსებობს, არ არსებობს, აი ამგვარ მეტყველებას თავიდან ვერ ვიცილებთ და არა და შინაგანად გრძნობებს აუცილებელია, რომ აი ეს შაბლონი დაიღოს, ხო? იმიტომ ჩვენ თუ გვინდა დავბრუნდეთ საწყისებთან, ესე იგი სადაც აზროვნების ძირებია, ღრმა აზროვნების ძირები და ჩვენ თუ გვინდა ჩვენი შინაგანი სამყაროს რეფორმირება მოვახდინოთ, გარდაგვтнат, გარდავტეხოთ ისა, მაშინ აუცილებელია სიღრმეში წასვლა
და ასეთი რამეების ეხლა რადგან გქონდა საუბარი გააზრება, სიღრმისეული გააზრება, ხო? რაც ეხება ეხლა თუ ის ეკრანია მართლა არსებობა საერთოდ ეკრანი თუ არის ან თეთრი ეკრანი წარმოვიდგინოთ თეთრი ტილო რაღაცა, ხო? მაშინ სამართლიანობა იქ რომ გამოჩნდეს, რომ დაუშვა, რომ აი ამ ეკრანზე სადმე სამართლიანობა უნდა გამოჩნდეს, სამართლიანობას უნდა ქონდეს გამომეტყველება მაშინ. უნდა არსებობდეს მისი ხატი. ხო, მის შესახებ წარმოდგენა არ უნდა, მე უნდა შემეძლოს ანუ ვიზუალურად გავიმჭრიტო, ან წარმოვიდგინო, ან ვერბალურად, ანუ სიტყვებით დავახასიათო ის თუ რა არის სამართლიანობა, მაგრამ ამას ეს შეუძლებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხლა რამდენი თვისება უნდა დაასახელო. და არიან ჩემი შეხლა არის ისეთი გამოცდილებები, რომლებიც მეუბნებიან მე რომ არის რაღაცა თვისებები, რაც სამართლიანობას ახასიათებს და არ ახასიათებს სხვა რამებს, მაგრამ რამდენი უნდა იყოს ასეთი თვისება უამრავი, უთვალავი, ხო, ეს ხომ წარმოუდგენელია ჩემმა სასრულმა, ჩემმა მოკდავმა, ასე ვთქვათ, შინაგანმა სამყარომ ასეთი რამე დაიდიოს, ხო? დაუტევნელის დატევნა, ასე ვთქვათ, ეს შეუძლებელია ჩემთვის, ხო? და თუ მე ასეთი რამ მოვინდომე, მაშინ მე აი შემახსენეს ერთ-ერთ საუბარში ვთქვი, რომ შემახსენეს, რომ სადღაც აქ კუთხეში სადღაც ერთ-ერთ ხვეულში ჩემი ცნობიერების და შინაგანის სამყაროსი ის არის ეგეთი ასეთი პერსონაჟი, რომელსაც ამ ჩემმა შევლებმა დაარქვეს ამპარტავანი გონება. ანუ ეს ჩემი გონების რაღაცა ასპექტია, ხო? და თუ ამ ასპექტს აქვს მიდრეკილება იქეთკენ, რომ ის აბსოლუტური გახდეს, მაშინ ისე იგი ეს ძირეულად შეცვლის ყველაფერს, ხო? მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით არ მიდის ჩემი გონება და ჩემი აზროვნება, ხო? მე აქ საუბრობ ჯერჯერობით სამართლიანობაზე, ხო? რომელსაც მე ამაში ამპარტავნილი არაფერი არ არის, მე თუ ვიტყვი რომ მე არ შემიძლია მისი გააზრება. და საერთოდ თუ ჩემს გამოცდილებას ვინმეს გაუზიარებ, მაშინ შემიძლია ვთქვა და ისინიც გაიზიარებენ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რაღაცა ვიღაცებს, ასე ვთქვათ, ვიღაცეების, ანუ შინაგან სამყაროებში არ არის ასეთი გამოცდილება, ხო? ეხლა რაც ეხება მე ვთქვი, რომ ანუ სამართლიანობის სახება, სამართლიანობის გამოსახულება, მისი ხატი უნდა გამოჩნდეს მაშინ ამ ეკრანზე, ანუ მე უნდა შემეძლოს მისი განჭრედა, ხო? ან დანახვა, ასე ვთქვათ, ან კიდე მის შესახებ წარმოდგენის შექმნა და ასე შემდეგ. და ამასთან დაკავშირებით მე ერთ-ერთ საუბარში მქონდა ასეთი პოზიცია, გამოვთქვი ასეთი მოსაზრება, რომ რაღაცის არსებობა ნიშნავს იმას, რომ მისი ხატიც არსებობს, ანუ მისი მასთან ერთად მისი გამოსახულებაც უნდა იყოს. აი ეს გამოსახულებისა და იმ რაღაცის არსებობა, ისე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ანუ რაღაცა და ამ რაღაცის ხატი. ნუ ამის შესახებ ვისაუბრე და ვთქვი, რომ ჩემს შინაგან სამყაროში არის შინაგანი მთხრობელი და ასევე ვთქვი, რომ არის ხატვარი. და ეს ხატვარი არის აუცილებელი რამ, რომ მე ჩემი შინაგანი სამყარო გავიაზრო და კარგად გავიგო და გავეგნე მასში და შევძლო ორიენტირება, ხო? იმდენად რამდენადაც მხატვარი ხატავს ჩემს ცნობიერებაში, თუ რა ვიცი, სული ქვია, თუ რაც ქვია, ჩემი შინაგან სამყაროში ხატავს იმას, რასაც ენა ამბობს, ხო? იმას ხატავს ხატვარი.
ხომ და მთხრობელი მოგვითხრობს, აი შინაგანი მთხრობელი. ეხლა მე ძალიან ცუდი მთხრობელი ვარ, მაგრამ მაინც მე რომ ამის ეს იდეა გამიჩნდა რომ ასეთი რამბები მომეთხოვრო, ხო? ამისთვის ბიძგი სწორედ იმ შინაგანმა მთხრობელმა მოუცა, ხო? რომელიც ახლა უამრავ საყვედურის მეუბნება. ხო? მაგრამ მეუბრუნდები ისე ამ გამომეტყველება, აი როგორი გამომეტყველება აქვს მასაქვიან სამართლიანობას. რა თქმა უნდა, ეხლა მეტყვიან რომ აქ ჩემი შინაგანი ზოგიერთი დამკვირვებელი მეუბნება რომ ეს ხო ცნობილია ხო რომ სამართლიანობის გამოსახულება არის უშუალოდ აი სასწორის თავისი ორი პინით და რა ქვიან თვალახვეული ქალღმერთი ხო ამ სამართლიანობის ხო ანუ იუსტიცია ხო იუსტიციის სამინისტრო და უშუალოდ ამას მეუბნებიან მე ჩემი შინაგანი რა ქვია დამკვირვებლები რომ ესეთი რამეები არსებობს და ამის ხატები ჩემი შინაგან სამყაროში არის მე გარე ჩემი შინაგან სამყაროს მიღმა არ გავდივარ ხო რჩები ამ სამყაროში გნით მაგრამ აქ ხატები არ ეკლილია და ის რაც გარეგნულ სამყაროში გარეგან სამყაროში ხდება ჩემი შიგნითაც ალბათ აირეკლება ალბათ მე ასეთი ვარაუდი მაქვს ხო ოღონდ ახლა აირეკლება გამოსახულებების დონეზე ანარეკლების დონეზე ფანტომების დონეზე შეიძლება ლანდების დონეზე ხო რაც თავისთავად არის ძალიან საინტერესო ხო მაგათი კვლევა ახლა მიუბრუნდეთ ისევ აი და გამოსახულებას ანუ სამართლიანობის გამოსახულება ხო ეხლა მე რომ წარმოვიდგინ რომ როგორ უნდა დაიტიოს და უშუალოდ გინდაც აი ამ გამოსახულებამ ანუ რა ქვიან აი ამ თვალახვეული ქალღმერთის ხო უნდა დაიტიოს ამ გამოსახულებამ ის რაც არის სამართლიანობა თავის უსასრულობაში რა თქმა უნდა ეს შეუძლია მე და ჩემს შინაგან დამკვირვებლებს მიაჩნიათ რომ ეს შეუძლებელია ხო ეს შეუძლებელია და ეს შეიძლება იყოს ილუზია ხოლო ანუ თუ ილუზია არა მაგალითად ვინმეს არ მოსწონს რომ ეს იყოს ილუზია მაშინ იყოს ფიქცია გამონაგონი ხო გამონაგონი რომელსაც რა ქვიან თავის ანუ რომლის დედანი არ არსებობს ხო დედანი არ არის ხო ანუ და მისი გაკონტროლება შეუძლებელია ამ გამოსახულების გაკონტროლება იმიტომ რომ კონტროლი საერთოდ ჩვენ ხშირად გვეუბნებიან აი საყვედურობენ ჩემი შინაგანი ესე ვთქვა დამკვირვებლები რომ აი რატომ არ იყენებ სიტყვას კონტროლი გაკონტროლება მაგალითად შიშის გაკონტროლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მინდა მათ შევახსენო და საკუთარ თავსაც შევახსენო გაკონტროლება თავის ძირში ნიშნავს სწორედ რა ქვიან გამოსახულების შექმნას გამოსახულების შექმნას ანუ დუპლიკატის შექმნას ამ ძირში ეს სიტყვა აი ამას ნიშნავს ისე რაღაცა დოკუმენტის ანუ ასლის გადაღება და მისი შენახვა ასე ვთქვათ ხო და თუ კი ისე გამოსახულებაში რაღაცა ვერ მოექცა ხო ვერ დაიტია გამოსახულებამ რაღაცა ბუნებრივია რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება ხო და ეს კიდევ ბევრ ახალ და ახალ სიზნელეს დაბადებს ჩემს შინაგან სამყაროში ხო ანუ ეხლა რაც ეხება რო წარმოვიდგინოთ მაგალითად რომ აი იმ უხილავი რაღაცა სამყაროდან ჩვენს სამყაროში შემოვიდა ინება შემოსვლა სამართლიანობამ და შემოვიდა როგორც კი ის შემოვა ჩვენ სამყაროში ანუ გადალახავს საზღვარს ხო იმ წამსვე ის არის უკვე არასამართლიანი ანუ ის არის სამართალდამრღვევი ანუ ის არის დამნაშავე რომელმაც უკანონოდ გადმოლახა საზღვარი ხო ამის მერე მას ჩვენ ვერსად ვერ წავაწყდებით ჩვენ სინამდვილეში როგორც
სამართლიანობას, როგორც დაუშვათ აი ყოველდღიური ენით რო ვთქვათ, სიწრფელეს, სიმარტივეს, ხო? სიკეთის თესველს, ასე ვთქვათ, ხო, აი ასეთი რაღაცებით შეიძლება რაღაცები ავკინძოთ ჩვენ, რომ აი რამენაირად ვცადოთ ჩვენს თვალსაჩინში შემოვიტანოთ ის, რაც შეიძლება იყოს სამართლიანობა, ხო? ანუ პირველი ტრანსფორმაცია განიცადა, პირველი გარდაქმნა განიცადა და მაშინვე სამართლიანობა იქცა უსამართლობად. ანუ ეს ბუნებრივია, მე ამის მერე უკვე უსამართლობა სამართლიანობის მეორე მხარეა. ამიტომ არის ჩვენ ხშირად გვიყვირს, რომ აი რა არის ეს დაუშვათ ეს რაღაცა არის უსამართლო. მე ჩემს შინაგან სამყაროში ვამბობ, რომ ვიღაცა აი ამ ჩემი პერსონაჟებიდან მე ვფიქრობ, რომ უსამართლოდ მომექცა, ხო? მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ ეს სამართლიანია. ეხლა სად არის სამართლიანობა? უსამართლობაში თუ სამართლიანობაში? ის ფაქტობრივად არსად არ არის. სამართლიანობა ხდება. ისე როგორ თავისუფლება ხდება. ხო? სამართლიანობა ხდება. ანუ ის არის არც არის. ის ამ ზღურზე არის. თუ ამ ზღურს ის გადმოლახავს, მაგის სამართლიანობა არ არის. ჩვენ სწორედ იმას უნდა ვუწევდეთ ანგარიშს, მას უნდა ვუვლიდეთ თუ რა ვიცი კიდევ რა კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ ამ მოვლენის მიმართ, ამ ფენომენის მიმართ. სამართლიანობა ფენომენია. ის თვითონ თუ არ გამოჩნდა, მას ვერავინ ვერ გამოაჩენს. მით უმეტეს ვერ გამოაჩენს და ვერ შეინარჩუნებს. ასე ვთქვათ, ხო? შემდეგ გრძელდება უკვე ერთი დარღვევა მოხდა და დარღვევაც იყო და გარღვევაც. ისე მე ამას მოყვა სხვა ანალოგიური ტრანსფორმაციები, გარდატეხები. ანუ გარდატყდა ის თავდაპირველი უსასრულო ბუნება, როგორც ხივი, მზის ხივი გარდატყდება ხოლმე, ხო? აი ესე გარდატყდა, ოღონდ მან ბუნება შეიცვალა, ხო? ბუნება შეიცვალა. ანუ გახდა ბრალეული. ის ბრალდებულია, ყოველ შემთხვევაში თუ დამნაშავე არ არის. ბრალდებულია ის, ანუ სამართლიანობა. იმიტომ რომ მან გადალახა საზღვარი და არ ვია საზღვარი, შემოვიდა ამ ჩვენს მიწიერს სამყაროში, საიდან შემოვიდა? მიღმურიდან შემოვიდა, იდუმალიდან შემოვიდა, მისტერიულიდან, საიდუმლოდან შემოვიდა და საიდუმლოსა და პროფანულ შორის საზღვარი დაირღვა. შემდეგი ასეთი ტრანსფორმაცია, რაც განიცადა სამართლიანობა, ეს არის, რომ ის შემოვიდა ჩემში, როგორც არა სამართლიანობა, არამედ როგორც აი აზრის დონეზე შემოვიდა ჩემში, როგორც სამართლიანი. ანუ მოხდა გახლეჩა სამართლიანობისა ერთის მხრივ და მეორის მხრივ იმისა, რასაც და ჩვენ ვეძახით სამართლიანს. ანუ სამართლიანი არ არის სამართლიანობა, რა თქმა უნდა. ხო? ისევე როგორც აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, მე მგონი, მე ასე ვფიქრობ და მე ვეთანხმები იმ ჩემს რა ქვიან რჩევლებს ამ შემთხვევაში, რომლებსაც მზად აქვს უამრავი მასალა, დოკუმენტური მასალა აქვს მზად იმისთვის, თუ რომელი მოაზროვნე, რომელ საუკუნეში თუ რომელ წელს, რომელ ნაშრომში რას ამბობს სამართლიანობის შესახებ, ხო? როგორ მიდის ამ სამართლიანობის ბუნების კვლევა, ხო? სხვადასხვა ეტაპზე. ანუ ადრე მე ვთქვი ერთ-ერთ საუბარში, რომ აი ინტერესი, მაგალითად, ინტერესი არის გააზრების ღირსი, ანუ საგონი. ქართულად რო ვთქვათ, ხო? საგონი, ანუ ის, რაც გონებაში შეღების ღირსია. ეს სხვადასხვანაირად, ეხლა მე რო დავიწყო ამის ჩამოთვლა, რომელ ენაზე როგორ არის, ეს შორს აგვიყვანს, ხო? ამიტომ მინდა რომ ამით შემოვიფარგლო ეხლა, რაც თქვი, რომ ესე იგი აზროვნების ღირსი
არის ინტერესი, რომელიც ყოფნას ნიშნავს, ასე ვთქვათ. და აზროვნების ღირსი არის სამართლიანობა, მაგრამ მოხდა მისი ჩანაცვლება სამართლიანი. ასეთი მეტამორფოზა განიცადა მან. ამიტომ არის რომ და შემდეგ მეოთხე მეტამორფოზა, ასე ვთქვათ, მეოთხე ტრანსფორმაცია, ბუნების გამოცვლა, ეს არის როცა სამართლიანობა რამდენადაც ის არის უკვე ჩემს ამ საზღვარი რო გადმოლახა მან უკვე ის იქცა აზრად და ჩემს სურვილად, ანუ ეხლა მე გამიჩნდა იმედი რომ ეხლა კი მოახერხებ ეხლა ამ ასეთი სამართლიანობის და ასე ვთქვათ დამაგრებას მე მოგცევას ჩემს სურვილში მე მოახერხებ, იმიტომ რომ ის ჩემსავით ეხლა შემოვიდა სასრულ სივრცეში, ხო? სასრულ სივრცეში. მე არ ვიცი მისი ბუნება, ამას როგორ აკეთებს, რატომ აკეთებს, მე რა თქმა უნდა ეს ჩემთვის იდუმალებით მოცულია, მაგრამ მე ამ შემთხვევაში იმას გძნობ, რომ ვიცი, არ ვიცი, აი ეს როგორც არსებობს, არ არსებობს, აი ესენი უნდა რამენაირად უნდა მოხდეს აი ასეთი გაგებების ვიტყვი ასეთ სიტყვას რა, დეკონსტრუქცია, ანუ დაშლა. განადგურება კი არა, დეკონსტრუქცია, გაშლა, მათი საზრისების გამომჟღავნება, ხო? აი ეს უნდა მოხდეს აუცილებლად, ხო? და როგორც გითხარით, ესე იგი ის თავის თავს უკვე როგორც აზრი, ისე ექცევა თავის თავს, როგორც აზრს, ხო? არა როგორც თავის ბუნებას, არამედ აზრს, უკვე რა კი შემოვიდა სასრული აზრის სფეროში, ხო? რა ვიცი, აი კოსმოსური ხომალდის და უშუალოდ აი რაღაცა თანამედროვე რაკეტების ტრაექტორიას აი ეს შეიძლება ეს რაღაცა გავისიგძე განოთ აი ამ ასეთი ტექნიკური მიღწევების და უშუალოდ მაგალითების მოშველიებით, თუმცა მე ამაში ძლიერი არ ვარ და არაფერს არ ვიტყვი ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ რა უშუალოდ არის რაღაცა რაკეტა, რომელიც აღწევს რა ქვიან ბგერის სიჩქარეს, ხო? და მერე ზებგერით სიჩქარეზე გადასვლა, ანუ სფეროში გადასვლა, გარკვეული ექსპერიმენტების რა ქვია განმავლობაში მას არ შეუძლია და მერე უკვე რომ მუშაობენ სპეციალისტები და ასე შემდეგ, მერე ახერხებს ამას, ხო? აი შემოვიდა ეს სამართლიანობა შემოვიდა და თავისი თავი დააწესა, ანუ ინსტიტუირება მოახდინა. აი ინსტიტუირება, ესე იგი, აი როგორც გითხარით, სამართლის სისტემის სახით და ხო, აი ეს თუნდაც მარტო ეს რა ვიყოთ ეს საკმარის, ხო? და მან შეიძინა ძალა. ანუ ძალა, ამ ქვეყნიური ძალა. არა ის ძალა, რომელზეც ჩვენ არა გვაქვს წარმოდგენა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ იმ უხილავ სამყაროში ენერგიები და ძალები მოქმედებენ, უფრო ძალები ვიდრე ენერგიები, ხო? მაგრამ ამ სამყაროშიც ჩვენ ვიცით, ჩვენ სამყაროშიც რაღაცა ძალები მოქმედებენ. ეხლა ამ ძალებს, იმ ძალებთან რა ურთიერთობა აქვს, ეს სხვა საკითხია და სხვა კვლევაძიების საგანია. ოღონდ აი გაჩნდა ესეთი ინსტიტუირების ფორმები, დაწესდა ეს სამართლიანობა დაწესდა და დაწესდა როგორც მას შემდეგ რაც მან ტრანსფორმაციის ეს დონეები გამოიარა, ანუ პირველი დონე, სადაც ის უკვე აღარ არის სამართლიანობა, ვარაუდი ასეთია, იმიტომ რომ ის უკვე დაარღვია საზღვარი, ხო? და მოაღწია აი ჩვენამდე ამ სახით, რომ ჩვენ მოგვევლინოს ის როგორც ძალა და როგორც ძალაუფლება. ნუ ამაზე ახლა მე ვერ გავაგრძელებ საუბარს, იმიტომ რომ ეს ახლა ცდება ჩემს ასე ვთქვათ ბიზნეს, ხო? მაგრამ ალბათ თავის დროზე ამ საკითხებს დავუბრუნდები, ხო? მაგრამ აქ მინდა გითხრათ, რომ აი სამართლიანობა და უსამართლობა
ხომ ერთი რაღაცის ორი მხარეა ხო აი ასე მაგალითად ეხლა მახსენებენ რომ აი გარიჟაზე ამაზროვნების გარიჟაზე აი იყვნენ ადამიანები რომლებიც ამბობდნენ რომ ანუ სამართლიანობასა და უსამართლობას შორის ზღვარი არ არის სამართლიანობა იგივე უსამართლობაა და უსამართლობა იგივე სამართლიანობა არის ოღონდ იქიდან გამომდინარე თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ როგორი არის ჩვენი მიმართება და ჩვენი კონტაქტი ასე ვთქვათ უხილავის მიმართ აი ხილულის და უხილავის აი ეს ორი წყვილადი გაგება როგორ არის გააზრებული ჩვენს მიერ ხო და ეს ყველაფერი ხედვას უკავშირდება ხო ხედვაზე კიდე სკოპურ რეჟიმებზე და ასე შემდეგ ამაზე ცალკე საუბრების თემები არის მომზადებული ხო მაგრამ აქ მინდა შეგახსენოთ რომ ესე იგი თუ მაგალითად წარმოვიდგენთ ისეთ ამბავს რომ ისეთ მდგომარეობას რომ მე მაგალითად მე თუ წარმოვიდგენ რომ მე მაქვს უჩინმაჩინის ბეჭედი ან უჩინმაჩინის ქუდი ხო მაშინ მე თუ მე აი ადამიანის ბუნებაო ასეთიაო რა გვეუბნებიან ხო რომ აი თუ მე მაქვს ეს და მე ვერავინ ვერ მხედავს და დარწმუნებული ვარ რომ მე ვარ უხილავი მე მაშინ ჩავიდեմ ზუსტად იმ საქციელებს ანუ იმ დანაშაულებს იმ გადაცნობებს იმ გარყვნილებებს დაუშვათ რომელსაც ჩადის უსამართლო ადამიანი და რომელსაც ჩვენ რა ქვია ტუქსავთ და ვჯით ამ უსამართლოების გამო ხო მაგრამ თუ ისე იგი რა ქვია ეს არ მაქვს ესეთ უჩინმაჩინის ქუდი ან უჩინმაჩინის ბეჭედი არ მაქვს და მე არ შემიძლია დავრჩე უხილავად ანუ უხილავად დარჩენა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას რომ მე ვხედავდე მაგრამ ისინი ვერ ვხედავდნენ მე ხო მე მათ ვხედავ მაგრამ ისინი ვერ ვხედავენ ხო ეს რა ქვიან მუზარადის ეფექტი აი მე თანამედროვე ერთ-ერთი მწერალი ამბობს ამას მუზარადის ეფექტი როცა მუზარადის აი ამ ჭურჭურდანიანი შენი ყურები და ხედავ რა ქვიან მოწინააღმდეგეს მაგრამ მოწინააღმდეგე ვერ ხედავ შენ ხო აი თუ ასეთი სიტუაცია არის ანდა ერთ-ერთი თანამედროვე მწერალი კიდე ამბობს ასეთ რამეს რომ აი რო წარმოვიდგინოთ რომ ადამიანი რა ქვია ჩაიკეტა და ჩაკეტა თავისი თავი და უშუალოდ ოთახში ხო ის იმ ოთახში როგორც კი დაიგულვებს თავს რომ ის მარტო არის ის ჩაიდენს ყველა საზრდოობას რომელიც კი შეიძლება გარყვნილმა გონება მოიფიქროს ხო ერთადერთი რამ აფერხებს მას რომ ასეთი რამისგან თავი შეიკავოს ეს არის ჭუჭრუტანის აი აქ ახლა უკვე იგულისხმება გასაღების ჭუჭრუტანა ესე იგი მას ყოველთვის აქვს შიში იმისა ასეთ ადამიანს აქვს შიში იმისა რომ იქ ჭუჭრუტანიდან ვიღაცა უყურებს მას და უშუალოდ მან ამოქოლა ეს ჭუჭრუტანაც ხო მაგრამ ასეთი ჭუჭრუტანა რჩება მაინც ესე უხილავის სახით თავის დროზე ამას და უშუალოდ მხატვრობაში ეძახდნენ ანგელოსის თვალს ომ ანგელოზის თვალი რომელიც აწესრიგებს ტილოზე ფიგურების განლაგებას ხო ანგელოზის თვალი ან და შემდეგ სინდისის თვალი მე ახლა თვალი მეთქი ვამბობ განგებ იმიტომ რომ ვიცი რომ სინდისის ხმაზეა საუბარი მაგრამ აი ახლა რა ვქნათ თუ ისე იგი აზროვნების აი ეს ტიპია ეს წესი რომელიც მე შემოგთავაზეთ იმას ნიშნავს რომ ისეთი რამ არის რომლისთვისაც ხმა და ხედვა ერთი და იგივეა ამისი ჩვენება ჩვენ ველოდება ხო ეხლა რაც ეხება რომ მივუბრუნდე ისე იგი შეიძლება შესაძლებელია თუ არა დავხატოთ ისე იგი სამართლიანობა ამასთან დაკავშირებითაც მე მახსენდება აი ახლა ამ წერალს დავასახელებ მე ესაა ფრანც კაფკა მისი რომანი პროცესი ხო სადაც
არის სწორედ აღწერილი ის, რომ მხატვარი და ეს მხატვარი რა თქმა უნდა რომანის პერსონაჟია, მაგრამ ჩემი შინაგანი სამყაროს პერსონაჟია და მე შემიძლია ანალოგიურად ვიფიქრო, რომ კაფკას შინაგანი სამყაროს პერსონაჟიც არის და ის გამოაქვს მას სააშკაროზე, ასე ვთქვათ, ხომ, მხატვარი, რომელიც ხატავს სამართლიანობას ხატავს და ამ ტილოზე ხომ შესრულებული არის ამ სამართლიანობის გამოსახულება, მაგრამ მას აქვს მოსამართლის გამოსახულება, მოსამართლის ხატი, მოსამართლია სურათზე ესე გამოსახული. ეს მრავლის მეტყველია, რა თქმა უნდა, ხო, აი ამ სამართლიანობის მეტამორფოზების და ტრანსფორმაციების შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამართლიანობა იხატება, ანუ კონტურებს იძენს ჩვენი შინაგანი თვალის წინაშე, როგორც ჩვეულებრივი მოსამართლე, ხო, რომელიც სავარძელში ზის. თუმცა ეს მხატვარი ამბობს, რომ ეს სავარძელი მას თვალით არ უხილავს არასდროს, ხომ? ეს მან თავისი ფანტაზიით შექმნა, ხომ? და ის მოსამართლე, რომელიც იგზის, რა თქმა უნდა, ის მის არც გვარს და არც სახელს არ ასახელებს, მაგრამ ის არის კონკრეტული მოსამართლე.